დაცემა რო არ მოხდარიყო თითქოს ღვთისგანკაცება არ მოხდებოდა და ღვთისგანკაცებამ ჩვენ უფრო მაღალ პატივში აგვიყვანა ადამიანური ბუნება უფრო მაღალ პატივში აიყვანა ამიტომ ამ დაცემას დიდი მომავალი აქვს და ამიტომ უწოდებენ ბედნიერ აღმოსავლურ თეოლოგიაში უფრო ტრაგედიად არის განმარტებული მართლაც ტრაგედიაა ადამიანი თავისი ნებით ირჩევს არა ღმერთს არამედ ღმერთის გარეშე სიამოვნებას ან ურჩევლს და პიროვნების მახასიათებელი არის იმისათვის რომ პიროვნება დაფიქსირდეს იმისათვის რომ პიროვნება გამოხატული იქნას პიროვნებას აუცილებლად ჭირდება კიდევ პიროვნება ანუ ურთიერთობა ჭირდება ეს ურთიერთობა თუ არა აქვს ადამიანს ხო ის პიროვნულად ვერ რეალიზდება ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 მინუტზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად ჩვენ ამ დაზიანებულ ბუნებას ვატარებთ და სამოში როარ მიზეზებად მიზეზთა ცოდვისად ხო კაცის სულ ეძებს რაღაცა მიზეზების მიზეზებს რეალურად ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის მიზეზები რატო ჩავარდეთ ამ ცოდვაში და ყველა ადამიანს აქვს მიზეზი იმ მიზეზსაც ხედავს და იმ მიზეზის ითვალისწინებს იმ მიზეზის მიზეზსაც ხედავს ეს შენი ცოდვის მიზეზი რატო გამოჩნდა